ზუგდიდში შოთა-მესხია სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო კამპუსი იხსნება. ღონისძიება ამ წუთებში მიმდინარეობს, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი და განათლების მინისტრი იმყოფებიან. გაკეთდება განცხადებები, რომელსაც პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. მოგესალმებით ზუგდიდში. შოთა-მესხიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვიმყოფებით დღეს ჩვენ. მივესალმები ბატონ პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, მივესალმები მთავრობის წევრებს, მინისტრებს, მივესალმები პარლამენტის წევრებს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის წარმომადგენლებს, დამსწრე საზოგადოებას, სტუდენტებს, ზუგდიდის უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ მასწავლებლებს და ჩვენს ახალგაზრდობას. ნება მიბოძეთ, სცენაზე მოვიწვიო და სიტყვა გადავცე საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს. მოგესალმებით, გაბატონებო და ბატონებო, მივესალმები განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს, მივესალმები მინისტრებს, პარლამენტარებს, მივესალმები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ეპარქიის წარმომადგენელს და რასთავარია მოგესალმებით უნივერსიტეტის წარმომადგენლებს, ბატონ რექტორს, პროფესორებს, სტუდენტებს. ყველას მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე. მინდა მოგილოცოთ ეს მნიშვნელოვანი ახალი ინფრასტრუქტურული ობიექტი, რომელიც დღეს იხსნება ზუგდიდში. ეს არის თანამედროვე სასწავლო კორპუსი და ეს არის რა თქმა უნდა ახალი სივრცე ცოდნისთვის, განვითარებისთვის და სტუდენტების მომავალი წარმატებისთვის. ზუგდიდში ეს უნივერსიტეტი ასრულებს რა თქმა უნდა განსაკუთრებულ როლს განათლების გავრცელების თვალსაზრისით. ეს არის ერთადერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ამ რეგიონში, რომელიც ახორციელებს როგორც უმაღლესი განათლების, ისე პროფესიულ პროგრამებს და ორივე მიმართულება არის რა თქმა უნდა თანაბრად მნიშვნელოვანი განათლების სისტემისთვის და კონკრეტულად ამ რეგიონში განათლების გავრცელებისთვის. და ეს უნივერსიტეტი ამზადებს კონკურენტუნარიან მაღალკვალიფიციურ კადრებს, რომლებიც რეგიონის წარმატებულ მომავალს ქმნიან და რა თქმა უნდა ეს კადრები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ ჩვენი ქვეყნის სამომავლო განვითარებაში. ამ ყველაფერს განსაკუთრებულ სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას ძენს უნივერსიტეტის მდებარეობა საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს და ის ფაქტი, რომ სტუდენტების 40% აფხაზეთიდან დევნილი ან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდა თქვენი უნივერსიტეტის მისიის გამორჩეულობას რა თქმა უნდა უსვამს ხაზს. უნივერსიტეტს აქვს პროგრესის შთამბეჭდავი ისტორია ბოლო წლების განმავლობაში. სულ რაღაც 18 წლის წინ აქ სწავლობდა 37 სტუდენტი და დღეს ამ უნივერსიტეტში სწავლობს უკვე 2000 სტუდენტი, რაც მეტყველებს ძალიან სწრაფ წინსვლაზე, რომელსაც განიცდის ეს უნივერსიტეტი და რა თქმა უნდა ეს წინსვლა და პროგრესი მომავალშიც უნდა გაგრძელდეს. ასევე თვალსაჩინოა აკადემიური ზრდაც. სასწავლო უნივერსიტეტი ჩამოყალიბდა სრულფასოვან უნივერსიტეტად, რომელსაც მნიშვნელოვანი პარტნიორობა აკავშირებს საერთაშორისო დონეზე სხვადასხვა უცხოურ უნივერსიტეტთან. ესეც არის რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი ინტერნაციონალიზაცია. ამ უნივერსიტეტის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს პროცესი მიმდინარეობდა სახელმწიფოს მუდმივი მხარდაჭერის ფონზე, რაც ბოლო წლებში მათ შორის გამოიხატა არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტით. და დღევანდელ დღეც არის ამის კიდევ ერთი გამოხატულება, მნიშვნელოვანი ინვესტიცია ჩაიდო ამ ახალი ინფრასტრუქტურის განვითარებაში და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რა თქმა უნდა, ეს ახალი ინფრასტრუქტურა ხელშეუწყობს უნივერსიტეტის შესაძლებლობის განვითარებას და სტუდენტებს მისცემს პირველ რიგში მის საშუალებას, რომ უკეთ აეუფლონ ცოდნას შოთა-მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში. რა თქმა უნდა, უნივერსიტეტის შემდგომი მხარდაჭერაც რჩება ჩვენს პრიორიტეტად. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმა, რომ ფუნდამენტური რეფორმები განვახორციელოთ საუნივერსიტეტო განათლების, უმაღლესი განათლების სფეროში. ამისათვის ვამუშავებთ კონცეფციას, რომელიც ახლო მომავალში წარადგინება საზოგადოებას და ამ კონცეფციაში თავისი მნიშვნელოვანი ადგილი ექნება დაკავებული ბუნებრივია რეგიონულ უნივერსიტეტებს, მათ შორის შოთა-მესხიას უნივერსიტეტს. ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი იქნება რეგიონული უნივერსიტეტების შესაძლებლობების მუდმივი და მასშტაბური განვითარება. შესაბამისად გვექნება ბევრი სიახლე ამ უნივერსიტეტისთვისაც მომდევნო წლების განმავლობაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ზუგდიდის უნივერსიტეტი ახალი ინფრასტრუქტურით მომავალშიც დიდ წვლილს შეიტანს მაღალკვალიფიციური თაობის აღზრდაში ჩვენს ქვეყანაში და ასევე ვიტყოდი, რომ ამ უნივერსიტეტს აქვს გამორჩეული როლი ჩვენი
საერთო მიზნის მიღწევაში, რასაც გვიან ჩვენი ქვეყნის გამთლიანება და მინდა ყველას გისურვოთ, რომ გამთლიანებულ საქართველოში ამ უნივერსიტეტს შეესრულებინოს ძალიან მნიშვნელოვანი როლი, აღეზარდოს ჩვენი მომავალი თაობები. დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა უმაღლესი სასწავლებელია საქართველოში, რომლის ისტორიაც 2 ათეულ წელსაც კი არ ითვლის. ამის და მიუხედავად უნივერსიტეტმა დამსახურებულად დაიმკვიდრა ადგილი უმაღლეს სასწავლებლებს შორის და მოიპოვა სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატუსი. მისასალმებელია ის პროგრესი, რაც განსაკუთრებით ბოლო წლებში უნივერსიტეტის საქმიანობასთან არის დაკავშირებული. რეგიონში საგანმანათლებლო კრერად ქცეული სასწავლებელი საგანმანათლებლო დატვირთვასთან ერთად უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ როლს ასრულებს. სულ რამდენიმე კილომეტრი გვაშორებს აფხაზეთს ჩვენი სამშობლოს განუყოფელ ნაწილს. ზუგდიდის უნივერსიტეტი წარმოადგენს ხიდს დროებით ოკუპირებულ აფხაზეთის მოსახლეობასა და დანარჩენი საქართველოს მოსახლეობას შორის. სასწავლებლის ყოველი მესამე სტუდენტი აფხაზეთის მკვიდრია. უნივერსიტეტს უდიდესი წვლილი შეაქვს სამშვიდობო განათლებაში. ზუგდიდის უნივერსიტეტის ბაზაზე მოქმედი პროფესიული სასწავლებელი რეგიონის მკვიდრ მოსახლეობას 30-ზე მეტ პროფესიის დაუფლებაში ეხმარება. საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური პროგრესისა და გლობალური მნიშვნელობის პროექტების განხორციელების, მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის კვალდაკვალ გაზრდილია მოთხოვნა სხვადასხვა პროფესიის სპეციალისტებზე, რაც უნივერსიტეტის საქმიანობას უფრო პრიორიტეტულსა და ქვეყნისათვის საჭიროს ხდის. უნივერსიტეტის ბოლოდროინდელი წარმატებები დაკავშირებულია პროფესორ მასწავლებელთა მაღალკვალიფიციურ ძლიერ გუნდთან, რომელთა დაუღალავი შრომით, საქმისადმი ერთგულებითა და პატრიოტიზმით შესაძლებელი გახდა ხელშესახების შედეგების მიღწევა. შეუძლებელია არ აღინიშნოს ქვეყნის ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერა, რაც კონკრეტულ გადაწყვეტილებებსა თუ აქტივობებშია გამოხატული. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბატონ ირაკლი კობახიძის განსაკუთრებული მხარდაჭერით 2025 წელს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ბიუჯეტი ქვეყანაში პირველად ნომერ მესამე ბიუჯეტი გახდა. პრემიერის მეთაურობით შეიქმნა სამთავრობო კომისია უმაღლესი განათლების რეფორმაზე, რომლის საფუძველზე შემუშავებული ფუნდამენტური რეფორმის კონცეფციის საჯარო პრეზენტაცია უახლოეს პერიოდში იგეგმება. აქვე ვიტყვი, რომ კონცეფციის ფარგლებში რეგიონული უნივერსიტეტების გამორჩეული ფუნქცია განესაზღვრება, რაც ქვეყნის ინტერესებსა და საჭიროებებზე უფრო მეტად ორიენტირებულ საგანმანათლებლო საქმიანობასთან იქნება დაკავშირებული. მსურს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო ბატონ პრემიერს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის ასეთი მხარდაჭერისთვის. დღეს ჩვენ ხსნით ზუგდიდის უნივერსიტეტის ახალ სასწავლო და პროფესიული სწავლების ინფრასტრუქტურას, რაც ამ უმაღლესი სასწავლებლის და მთლიანად ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთი დიდი წარმატებაა. ვისარგებლებ შემთხვევით, მინდა უდიდესი პატივისცემა და მადლიერება გამოვხატო შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობისა და პროფესორ მასწავლებლების მიმართ, რომელთა მიზანდასახული შრომის შედეგია უნივერსიტეტის დღევანდელი წარმატება. წარმატებას უსურვებ ყველა ახალგაზრდას, ვინც ზუგდიდის უნივერსიტეტის კედლებში ცოდნას ეუფლება. გახსოვდეთ, რომ თითოეული თქვენგანის წარმატება ამ უნივერსიტეტის პროფესორ მასწავლებელთა შრომის დაფასებაა, საკუთარი ოჯახების სიამაყე და ქვეყნის გაძლიერებასა და წინსვლაში შეტანილი წვლილია. ულოცავ ზუგდიდის უნივერსიტეტს დღევანდელ დღეს დარწმუნებული ვარ, მომავალში არაერთი სიახლე დაინერგება სასწავლო პროცესში. მშვიდობა ჩვენ სამშობლოს, მეტი სიკეთე ზუგდიდს, მეტი სიკეთე სამეგრელო ზემოსვანეთს და სრულიად საქართველოს. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ეს იყო პირდაპირ ჩართვა ზუგდიდიდან, სადაც შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი კამპუსი იხსნება.